ჩვენ გავდივართ ხილულ არსებულ სახელმწიფოებრივ ჯოჯოხეთს. სახელმწიფოს უწყობს ჯოჯოხეთს ეს ბანდა ხელისუფლება, რეჟიმი, სინდიკატი, ხუნტა, მაფია, რა ვიცი. სახელმწიფოს აბომტრიალებელი და გადამტრიალებელი. ერთის მხრივ ვამბობ ასე და მართალიცა ვარ განა არა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ კარგად უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს ბანდა, სინდიკატი, ხუნტა და ჯანდაბა მაგას რაც არის, ვერ იქნებოდა ასეთი ამამი, ასეთი სასტიკი, ასეთი მძიმე სახელმწიფოსთვის, რომ არ ჰქონდეს მას მხარდაჭერა მისივე დამფუძნებლისა, ერთი კონკრეტული პირისა, ბიზინა ივანიშვილის. ამიტომ დეფინიცია, რომ ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა გვიწყობს ჩვენ ამ ჯოჯოხეთს, სწორია, განა არა, მაგრამ უფრო სწორია, ან გაცილებით სწორია თუ ვიტყვით, რომ პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი უწყობს ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს, ამ საზოგადოებას, ამ საზოგადოების მოქალაქეს, ინდივიდს, ამ ხილულ არსებულ ჯოჯოხეთს. აქამდე მე პერსონალურად მეგონა და რწმუნებული ვარ თქვენს, რომ ივანიშვილი ოლიგარქი უფრო მსხვილ საქმეებზე კონცენტრირდებოდა ხოლმე. სტრატეგიულ და უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებდა, ის გადაწყვეტილებები ცხადია არ იყო სახელმწიფოებრივი, მაგრამ აი გადაწყვეტილება მაგალითად მიხეილ სააკაშვილის დამატებების თაობაზე მიიღო სწორედ მან და არა რომელიმე სამართალდამცავად წოდებულმა, პროკურორად წოდებულმა ბრალის საყენების თაობაზე. აქამდე ესე მეგონა, რომ სწორედ ბიზინა ივანიშვილი განსაზღვრავდა და ბიზინა იონიშვილი სწორედაც რომ განსაზღვრავდა გენერალურ ან უმნიშვნელოვანეს საკითხებს პოლიტიკას. დრო რომ გადის და ასეთ სისასტიკეებს რომ ვაწყდებით, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბიზინა ივანიშვილი ზოგადად იღებს გადაწყვეტილებას, მაგალითად გადაწყვეტილებას ამგვარს, რომ დასაჯეთ სასტიკად დემონსტრანტები და მე უკვე აღასრულებენ მისივე არ მუბოდიშებთ მათ გოშიები, პირები, რომლებიც მის გარეშე არც არაფერნი არ იქნებოდნენ, ანუ საჯარო სივრცეში ვერ იქნებოდნენ. საჯარო კომენტარებს ვერ გააკეთებდნენ. საჯარო კომენტარებს თუ გააკეთებდნენ, გასაკვირველი ახლაც დასაცინნი არიან უმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ იმ შემთხვევაში დაცინვაც არ იქნებოდა სწორი, ყურადღებას არ მივაქცევთ არც ერთი მათგანის, თუ რომელიმე ასეთი თავხედი იქნებოდა საჯარო აქტივობას. ახლა ბიზინა ივანიშვილი ასე მგონია ხანდახან, რომ აი კადრებს აჩვენებს ხოლმე მისი სუსი, მისი უსაფრთხოება, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ვიცი რა გინდა რა ვიგინდარები და აჩვენებენ და მიხვება ესე ინდივიდს. მიხვება და აი კონკრეტულ ადამიანზეც კი გასცემს ხოლმე ბრძანებას, რომ აი ის დასაჯეთ. არ ვლაპარაკობ ხა სტრატეგიულ კი არა გენერალურ გადაწყვეტილებებზე, მედია უნდა შეიზღუდოს. ახლა როგორც გინდათ ისე მოიმოქმედეთ კობახიძენო და დინარაძენო და პაპუაშვილნო, შეზღუდეთ მედია. კაი დედიშვილი იქნებით თუ ბიზინა ივანიშვილის ამ განკარგულებას, ამ ბრძანებას, რომელიც ამასთან შეიძლება შეიცვალოს, არ შეასრულებთ, ან ვერ შეასრულებთ. ამიტომაც ესე ჩამწკრივდებიან ხოლმე კობახიძენი და პაპუაშვილი, ხსენებულნი და დინარაძენი და წულუკიანი და სხვები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ასე მაგალითად მედია შეიზღუდოს. მაგრამ თუ ბიზინა ივანიშვილი მარცხენა ფეხზე ადგა, ამის წეშინიათ. და უსეთ თქვა, რომ რატო დაიჭირეთ ვახოსანაია, განა მე ეს გთხოვეთ? შეიძლება ესეც მოხდეს და ამიტომ მათაც ბეწვის ხილზე უწევთ ხოლმე სიარული, რომ აამონ ოლიგარქ ივანიშვილს. რატო დაიჭირეთ ვახოსანაია? ხვალ რომ გაიღვიძოს შეკვეთილში დაბასტუმანში ბიზინა ივანიშვილმა მარცხენა ფეხი რომ გადმოხოს შემაღლებული საწოლი ლოგინიდან, ფუშფუშა ლოგინიდან დააჭიროს ღილაკს თითუკა დიქტატორმა და თქვას, რომ ისიც რა არის, ხა მომგვარეთ აქ მირაბი კობახიძე, რომელიც როგორც გინდათ ისე უნდა გაჩნდეს აბასტუმანში 38 წუთში, მირაბი კობახიძე მიცუცხდება აბასტუმანში 38 წუთში, იმიტომ რომ გადააფრენენ. ვერტფრენი სადმე დაჯდება და მივა
38-40 წუთში 2 წუთის დაგვიანებით და რო გკითხოს რომ ქეთაციცკიშვილს რას ერჩოდით, მაგრამ ეს კითხვაც არ არის ერთის მხრივ არ არის მოსალოდნელი და მეორეს მხრივ გამოსარიცხიც არ არის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს კითხვა არ არის, შეიძლება ბიზნა ივანიშვილი ისე შეშლილია რომ კითხოს ამგვარი რატომ იღიმოდა ქეთაციცკიშვილი, რა ვერ გატეხება ქეთაციცკიშვილი, რატომ იღიმოდა ქეთაციცკიშვილი, იყო რა საპატრულო ეკიპაჟის მანქანით გადაადგილდებოდა ხელს რომ უქნევდა პირებს რომლებიც მას ვიდეოკარტის უღებდნენ მისივე კოლეგები, მეგობრები, მაგარი ალბათ პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის ადამიანები ვინც ტელეფონით აფიქსირებდა ქეთაციცკიშვილის გადაყვანას ერთი ადგილიდან მეორე. ესეც შეიძლება მეორე ადგილზე, შეიძლება ესეც იკითხოს ბიზნა ივანიშვილი. ქეთაციცკიშვილი დაიჭირეთ. შეიძლება ამასაც კი ამბობს. აი ესე პერსონალურად ქეთაციცკიშვილი ვახოსანაია და ეს ცნობილი ადამიანები დავასახელე და რამდენი საზოგადოებისათვის უცნობი ადამიანი. დაჭერილი, დასჯილი 15 დღით, არა ვიცი, 7 დღით, 8 დღით, 6 დღით, 5 დღით გაშვებული, რატომ არ გამოიყენეთ მაქსიმალური სასჯელის ზომა? 15 დღე რატო არ მიეცით ვინმეს, ნინოს ვანიცეს, რომელიც ეგრამაც პასუხია და აი ახლა აი ამ წუთებში გამოდის, რომელიც ნახევარია ახლა და მე მივესალმები ის ხალხი შეძლებობას. რომელიც ნახევარზე უნდა გამოსულიყო ყოველ შემთხვევაში ეს არის ფერდუში. ჯახვება ხოლმე ბიზნა ივანიშვილი უკრებრი ყველას. მაგრამ ბიზნა ივანიშვილის სამართალი, როგორც ასეთი, საქართველოს იმპერატორის სამართალი, როგორც ასეთი, რომელმაც 99 საკუთარი ოთხფეხა მეგობარი შეიყვანა, ორფეხა მეგობარი შეიყვანა. ასე მაგალითად პარლამენტში, სიაში, ვერც შესაძლოა არც ისმოს, მაგრამ ეგულება ისინი მეგობრება მათ შორიდან. ისინი ერთხიან მას. ერთგულნი არიან ისინი. ბიზნა ივანიშვილის სამართალი არ არის ჰორიზონტალური და სიმართლეზე და ობიექტურობაზე დაფუძნებული. რატო ვამბობ ამას? თქვენ რომ მოიპაროთ 70 ლარი ან 700 ლარი. რას იზავს როგორ გონიათ და აღმოგაჩინოთ თქვენ, გამოგიჭიროთ თქვენ დე-ფაქტო ხელისუფლება. ოღონდ თქვენ თუ დემონსტრანტი ხართ იმ შემთხვევაში, თუ მიტინგზე დაფიქსირებულ ხართ 2-ჯერ, 3-ჯერ, 1-ჯერ, 7-ჯერ. რას იზავს ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობით არსებული ხელისუფლებად წოდებული ბანდა. მაგალითად წარგიდგენთ ბრალს რაღაცა მუხლის, სისხლის, სამართლის, ოხლის თანახმად, რაღაც მესამე ნაწილის გეან, დეან, ეან, არის ა ნაწილი იქნება, რომელიღაც მუხლისა და ქვემოთ, ხო? მაგრამ მაგალითად გულისხმობს იმას, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეთ 700 ლარს. რას იზავს ირაკლი კობახიძე კი არა პროკურატურა. ოღონდ პროკურატურა მეთქი ერთის მხრივ ვამბობ, მაგრამ პროკურატურა ხომ სამოვლო ჯამში უნარო პირთა კრებულია. პროკურორი ვერც ერთი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს. თქვენთან მიმართებაშიც ვერ მიიღებს, მე ესე მგონია, იმიტომ რომ თქვენ დემონსტრაციაზე დაფიქსირეთ. მაგრამ მით უფრო ამ მსხვილთავა და სქელშუბლა პირებთან დაკავშირებით ვერ მიიღებს. თქვენ რომ მოიპაროთ თუ როგორ ქვია, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია რომ მოახდინოთ პირობითად 700 თუ 7000 ლარის ოდენობით, თქვენ აუცილებლად რომელიღაც მუხლით შესაძლოა მეშლება დაკნე გამომდინარე აღარ ვიტყვი მუხლს, თქვენ აუცილებლად დაგაკავებენ და პასპორტსაც ჩამოგართმევენ, ხელმოკლსაც დაგადებენ და 2 თვეა თუ 3 თვეა ვიდრე ბრალდების სულ წარდგენამდე და მე უკვე სასამართლო პროცესამდე, რომელიც შეიძლება გაიწელოს, თქვენ 9 კვირტში გამოგაგცდეთ. თქვენ პირს, რომელიც გადაწყვეტილებას არ იღებს, თქვენ პირს, რომელსაც არ აქვს ეზობობის ქსელი, თქვენ პირს, რომელიც რომელსაც სხვაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ აქვს, შესაძლებლობაც არ აქვს, არა თუ უნარი შესაძლებლობა, უნარიც კი არ აქვს, მაგრამ არ აკონტროლებს რა რაღაც მაფიოზურ დაჯგუფებებს, თქვენ ამის მიუხედავად ხელბორტილს დაგადებენ და გაგიშვებენ წინასწარი დაკავების საგანში, 2 თვით იქნება თუ 3 თვით თუ 5 თვით, იქ სასამართლო. მოკლედ თავისუფლად ვერ გადაადგილდებით ქალაქში. მეორე ვარიანტიც გქონდა თუ ექნება ამ შემთხვევაში თქვენ შინაპატიმრობა მოგისაჯოთ, მაგრამ შინაპატიმრობას თქვენთან მიმართებაში არ გამოიყენებთ. როცა ვამბობ, რომ ბიზნა ივანიშვილი ყველაფერს აკონტროლებს კი და ჩამოდის ნებისმიერ რიგით მოქალაქემდე, ეს ასია, მაგრამ ამავდროულად ის ადის არარიგით მოქალაქეებამდეს
და პროკურატურა რომ დუმდა ირაკლი ღარიბაშვილთან იმართებაში და შეგნებულად ახსენებ ახლა პრემიერ-მინისტრის ყოფილს ბიძინა ივანიშვილის ფავორიტს ოდესღაც მით უმეტეს ირაკლი ღარიბაშვილთან იმართებაში ის ივანიშვილი სწორედ ის ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილება და პროკურატურა რომ დუმდა რამდენიმე დღის განმავლობაში და არ იყო გარკვეული რა უნდა ექნა ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის ელოდებოდა გენერალური პროკურორის მისი მოადგილეების ცალკეული გამომძიებლების ცალკეული პროკურორების და ასე შემდეგ სწორედ აბასტონის უღრანების ბინადრის ბიძინა ივანიშვილის ვერდიქტს იმასთან დაკავშირებით რა უნდა ექნათ პირისთვის რომელმაც აღიარა ამასთან დანაშაულის ქვენ თუ დაგიჭირეს და მითქეს რომ 700 ლარი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეთ რომ თქვენ შეიძლება ეს უარყოთ ეს ყველაფერი იმიტომ რომ შეიძლება მართლაც არ გქონდეთ ეს დანაშაული ჩალეში თუ ჩალებული ჩადენილი ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გარემოებათა გამო ოდესღაც კი რა ცოტა ხნის წინ რამდენიმე წლის წინ 2 წლის წინ დაახლოებით წასულმა სახელმწიფო თანამდებობიდან რომელიც ესეთი ყელმოღერებით გველაპარაკებოდა ნებისმიერ საკითხზე მათ შორის კორუფციის დამარცხების აუცილებლობაზე მათ შორის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღმოფხვაზე როგორც ასეთზე ველაპარაკებოდა აგრეთვე საგარეო ურთიერთობებზე უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ და რეალურად კი საგარეო ურთიერთობებს სპობდა და უსაფრთხოებას კი არ უზრუნველყოფდა პირიქით საფრთხეში ანგებდა ქვეყანას წლების განმავლობაში ნებისმიერ თანამდებობაზე პირი რომელიც ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილს იმხანად ყოველ შემთხვევაში ეგონა ან წარმოედგინა ესე იგი პოლიტიკური სისუფთავის ან სიწმინდის ეტალონად რომელიც კაპიქს არიღებს გასაკვირველია უანგაროდ არახელფას ემსახურება ჩვენს ქვეყანას მის ქვეყანას ჩვენს მისი შვილების ქვეყანას ბიძინას ქვეყანას აღმოჩნდა რომ თანამშრომლობს ახლა და ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პერსონალურად გადაწყვეტილება აქ მრავალწლიანი დავსვათ ის თაობაზე როგორ გონიათ რატომ დაინდო ბიძინა ივანიშვილმა ბოლოს მაინც ირაკლი ღარიბაშვილი ანუ პროკურატურამ რატომ მოითხოვა სასამართლოსაგან და ასეც მოხდება რასაკვირველია აღკვეთ ღონისძიებად არა პატიმრობა რაც მას ეკუთვნოდა იმიტომ რომ ფულის გაკეთებაზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზეა საუბარი სისხლის სამართლის 194 მუხლის თანახმად იმესმის რომ პასპორტი ჩამოვართვეს და ქვეყანას ვერ დატოვებს მაგრამ მაინც მას მისთვის ხელმოკლი არ დაუდიათ და რატომ არ დაუდიათ როდესაც თქვენ დაგაგებდეთ რატომ არ დაუდიათ როდესაც დემონსტრანტებს ლამის იჭერენ დემონსტრანტებს რომლებსაც პირბადე უდებთ ჯიბეში რატომ არ დაუდიათ პირისთვის რომელსაც მინიმუმ ლაპარაკობ რაც ღია და საჯაროა 7 მილიონი დოლარი აღმოაჩნდა კიდე მეტი აღმოაჩნდა სახლში 700 ლარი არ აქვს ბევრ თქვენგანს მოპარული ხო საერთოდ არც ერთ თქვენგანს არ აქვს ლეგალიზებული ხომ არც ერთ თქვენგანს არ აქვს და არ აქვს აი ამას 7 მილიონი მინიმუმ და კიდევ 100.000 ლარი და კიდევ ღმერთმა უწყის სად გადამალული 10 ჯერ თუ 15 ჯერ თუ 37 ჯერ 7 მილიონი დოლარი აქვს ესე მითვისებული და უკანონოდ მიღებული და ლეგალიზებული მერე აი ამ პირს ხელმოკლი არ დაადეს და უთხრეს რომ მოსაშვილზე ცხოვრობ შეგიძლია გვერდზე მაღაზია ასპარი თუ არ ხდები მოსაშვილის ლუჩს ესე იგი 2 ნომერში სავარაუდო ან იქია რომ ხოლმე სპარში გადახული ან იქით მოსაშვილზე ვისოლის ოფისისაკენ ანუ ვაკის პარკისაკენ არის რამდენიმე რესტორანი ერთმანეთის მიყოლებით თუ მარჯვნივ უმრავლეს შემთხვევაში ანუ კენტი რიცხვებისკენ მოსაშვილის ქუჩისა თუ მარცხნი ანუ ლუცი რიცხვებისკენ 1 ან 2 და პოლია კუთხეში საერთოდ ვაკის უყურებს იქაც შეგიძლია მიხვიდე ხოლმე და ყავადარი ვარა ღარიბაშვილი როგორც 7 მილიონის მინიმუმ მოკლედ სახელმწიფო არა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციით დაკავებული პირი მაღალი ალბათობით ვერ ივლის იქ და ვერც ნუნუკასთან ერთად და ვერც ნუნუკას გარეშე მაგრამ კითხვა მაქვს რატომ არ დაიჭირეს ირაკლი ღარიბაშვილი თუნდაც შიდა პატიმრობა ანუ მოსაშვილის ნომერში ცხოვრობს 8-ში ალბათ ან 6-ში ან 8-ში შესაძლოა 10-ში აქედან ვერ გახვალ შენ ვერას დიდები ამ სახლიდან სახში იქნები რომ საფუძე ცხოვრობს თუ არ შეიძლება ბოლო საფუძე იქ იქნები და აქედან ცხრილსაც ვერ გახობს აივანზე თუ გახვალ ხოლმე ეს რატომ არ უხდეს
ამის უფლება გაქვს აი ივანზე გასვლისა და თუ ეწევა არ ვიცი სიგარეტს იქ მოწევისა შახში ვერც მოწევ რატომ ფარფლებს ეს გადაწყვეტილება აკითხავთ მიიღო ივანიშვილმა რომელიც უკლებლივ ყველაფერს ცხვრեց ბიზნესი ვისი უნდა შემოვიდეს და ბიზნესი ვისი უნდა გავიდეს ვინ უნდა აწარმოოს ბიზნესი ვისი საწარმო უნდა იყოს ვინ არის ინდულგირებული იმ მომენტში და ვინ არ არის ინდულგირებული ამ მომენტში თუ სხვა მომენტში გობახინდეს ახლა თავი ხუთში და მგონია რომელმაც ჭორებზე დაფუძნებული პოლიტიკა აწარმოებინა ბიზნეს ივანიშვილს რომელიც თავის მქონე ისედაც ჭორებით იყო გაბრუებული მთელი 12 წლის განმავლობაში მაგრამ ბიზნეს ივანიშვილს კიდე დამატებით ჭორმართალი ერთმანეთში არევინა ირაკლი გობახიძე ახლა მგონია რომ თავი ხუთში აქვს მაგრამ დადგება ჟამი და მომენტი როდესაც ბიზნეს ივანიშვილს ვინმე სხვა ჩასჩურჩულებს რომ კობახიძეც იყო კორუფციით დაკავებული რომ კობახიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ახდენდა კობახიძე მისი გუნდით ესმის რომ მასაც არ დაიჭერე ღარიბაშვილის მაგალითიდან პრაქტიკიდან გამომდინარე და ორი თვით გაუშვებენ ორი თვით ხო თქვი არცაც არ გაუშვებენ შეუფარდებენ გირაოს და ღარიბაშვილს ამდენად ხდება 1 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი როგორც გირაო ვერ იხსნის მას რომ ვიცოდეთ ამის რამდენი ხანი გაიწელება პროკურატურის კვლევაზიება მაგრამ გირაო ვერ იხსნის მას საბოლოო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ამასთან მე დავძენ და ხმამაღლა ვიტყვი ამას ამასთან ხელისუფლება რომ შეიცვალოს ბრალი მას გასაკვირველია დაუმძიმდება რომ ბევრი სხვა უკეთურობაც აქვს ჩადენილი ირაკლი ღარიბაშვილს ბევრი სხვა დანაშაულიც აქვს ჩადენილი ირაკლი ღარიბაშვილს მაგრამ ხელისუფლება რომც არ შეიცვალოს რომ დე-ფაქტო ხელისუფლება უდარჩეს კობახიძის თავკაცობით და მისი შემცველის თავკაცობით რომელიც ბიზნეს ივანიშვილის მიერ მართული ხელისუფლება რომ დარჩეს მას ირაკლი ღარიბაშვილს უთუოდ მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რაც თავის იდვალიცინებს თუ დიდი რაოდენობის ოდენების ახაზია ლაპარაკი კორუფციაზე და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე ან შავი ფულის გაკეთებას მარტივად ლაპარაკობთ ამ შემთხვევაში მას მოუწევს 9-დან 12 წლამდე და ჩვენ მე არ არის ხელისუფლებაში არ ვაპირებ ახალი ხელისუფლება ვალდებული იქნება ძველი ბრალდების საფუძველზე როგორც დამტკიცების გათვალისწინებით დამატებით დამტკიცების გათვალისწინებით და ახალი ბრალდებების სახელების გათვალისწინებით ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც რომ ბოდიში სრულწლოვანი შვილები ყავს და აქედან გამომდინარე მასთანაც კი არ მერიდება მრავალწევრი ამოალყოს ამ ქართულ საპატიმროში ამოალყოს როგორც ქვეყნის ამომგდები ერთ-ერთი შნირი რომელიც ემსახურებოდა ხუშტურებს ბიზნეს ივანიშვილისა რომელიც თავის მხრივ გაჩხებილი რა გინდა რა ნაყენები აგრეთვე შემოჩხებილი რა გინდა რა ყურში ჩაჩურჩულებები და აგრეთვე მართული რუსეთის მიერ და აგრეთვე თავადაც ყველაფერს თავი დავანებოთ პლან ორდინალური კი არა პლან შერაცხადი არა არის ის პირია რომ ივანიშვილი ოლიგარქი ივანიშვილი ირაკლი გობახიძეს ბუნებრივია პასუხისმგებელია თუ ღარიბაშვილი და გობახიძე მომავალში პასუხისმგებელია იმაზე რაც ქვეყანაში ხდება ივანიშვილი ასეთია თუ ისეთია დამნიშნულება აქვს მაგრამ უნდა მოახერხო და დაითესო და რაღაცა ვერ მოახერხე უნიჭოს ახალ ყველაფერთან ერთად ხო ღარიბაშვილს უნდა გაქცევა რასაკვირველი გავიდება რასაკვირველია ოღონდ ისე რომ ფული უნდა დაეღაფა მოეპარა ლეგალიზება მოეხდინა და აი ამ მოპარულ დაღაფული ფულით მას უნდა ესხორა სადღაც შვეიცარიაში შეერთებულ შტატებში შულთან თუ ბრიტანეთში და არ მოგართვიო ვერ მოგართვიო უთხრა ივანიშვილმა ერთად მოვედი ერთადვე ჩავიძირები ოღონდ თავად სულაც არ ფიქრობ რომ ჩაიძირება მაგრამ დასაკვირველია ჩაიძირება და კიდევ ერთხელ კითხვა ამგვარი თუ თქვენ 700 ლარს მოიპარავთ და ივანიშვილის მონა შნირ ღარიბაშვილს 7 მილიონი აქვს მინიმუმ მოპარული გაკეთებული კითხვა მაქვს თქვენ 700 ლარის გაკეთებაზე დაგიჭერეთ თუ არა დაგიჭერეთ ირაკლი ღარიბაშვილს 7 მილიონის გაკეთებაზე იფიქრე კოცო 7 მილიონის გაკეთებაზე არ იჭერენ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე თუმცა სასამართლო აკითხავთ ერის და ვერ დაუძრება ამათ სასამართლოსაც კი ამ მურუსიძის სასამართლოსაც კი ამ ივანიშვილის მურუსიძის ივანიშვილის კობახიძის მურუსიძის სასამართლოსაც კი და შესაბამისად არ ვიცი რა სიტუაციაა ეს მოხდი მაგრამ ბევრი წლით მოუწევს ჩაჯდობა მანამ სანამ ახალი ხელისუფლება არ მოვა ახალი და დემოკრატიული ხელისუფლება არ მოვა ამ ბრალდებას კარგადაც შეისწავლეს გულახდილად გეტყვით და გასაკვირველი არ უარყოფს მე დაუმძიმებს ბრალს ირაკლი ღარიბაშვილს იმ საშინელებებისა და გამო რომლებიც მან ჩაიგდა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების და ინდივიდების წინაშე და მერე უკვე დამძიმებული ბრალით მას ეხება კიდევ არა 12 წელი მიჩილი არამედ 24 წელი მიჩილი რასაც იმსახურებს
მაგრამ თუ ყარიბაშვილი იმსახურებს 24 წელს, განა რამდენს იმსახურებს, ილაპი კობახიძე არ არსებობს უბრალოდ 20 წელზე მეტი, რამდენადაც 25 წელზე მაქსიმუმ მეტი, ბრალი, ხო სასჯელი. შესაბამისად, უმაღლეს სასჯელს ჩვენი კანონმდებლობით დახვევის მოხდეს აღდგენას სასაკვირველი არც არავინ არ ითხოვს და ვერც მივაღწევ და არც მომითხოვთ. შესაბამისად, ილაპი კობახიძეს იქნება უმაღლესი სტანდარტით ოღონდ და უმაღლესი სასჯელი იქნება განსაზღვრული მისთვის ბიზინა ივანიშვილზე რომ აღარაფერი თქვა. იმ ბიზინა ივანიშვილზე, რომელიც ასე უკვე მეწვრილმა მეობს და დასაჯეთის დემონსტრანტი და იჭირეთის პირბადეს ატარებს, იმას ბრალდება გამოუდა, ასე შეესგააკეს თქვი შენ კოკაბუაშვილო, ეს წამოვაკრანტალე შენ აღარ დინარაზე პირობდა. ლაპარაკობ და ასე შემდეგ და ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ როდენმე ამასთან უმრავლეს შემთხვევაში ბიზინა გრიგოლი ივანიშვილი აკონტროლებს არა, იღებს ინფორმაციებს, ჭორებს, ჩურჩულებენ ხოლმე მისი გოშიები დღეს და ახლა. ასე იყო სულ და ასე ახლა. ასე ახლა განსაკუთრებით არის შესანიშნავად იგრძნო ილაპი კობახიძემ როგორ უნდა ურთიერთობდეს ბიზინა ივანიშვილთან და როგორ უნდა მართავდეს ამ უმართავ ისედაც შეშლილ კაცს. მართავდეს შეიძლება თლაც სწორი სიტყვა არ არის, ჭყალებს ჩასასმელია. როგორ უნდა მანიპულირდეს თავისთვის, ანუ კობახიძისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებს, როგორ უნდა აღიებინებდეს იმას გაჩერდეს აბასტონის უგრანებში შეხუშილ კაცს. შეიძლება ილაპი ღარიბაშვილს კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ან საბაბი, რატომაც მიიღო მიზეზის არგუმენტი, რატომაც მიიღო ბიზინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება იმის საუბარზე, რომ ის არ დააპატიმრო ნამთავით, რა შეიძლება იყოს. მე აქ მითხრა სვამ მე ჩემს ვერსიას სვამ საზოგადოებისათვის მიპასუხეთ კომენტარებში თქვენი აზრი, მაგრამ ჩემი მოსაზრებით ეს არის იყავი გარეთ და მოიტანე ფული ბევრი. ბიზინა ივანიშვილს სჭირდება ფული. ბიზინა ივანიშვილს რომლისთვისაც გარდაუვალია დასანქცირება, დამატებითი დასანქცირება და რომლის მიერ მართულ ქვეყანასაც სერიოზულად კი მოდი შემწიფისთვის და ერხევა კობახიძის ხელში თუ კობახიძის გარეშე, ერხევა მათ შორის საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით და კონიუნქტურის გათვალისწინებით, იმის გამოც ერხევა, რომ საზოგადოება არ ჩერდება და ამბობს, რომ ჩვენ ვიგებით ბოლომდე და ჩვენ არ ვართ ბელარუსი, როგორც ასეთი ბელარუსული საზოგადოება არ ვართ, ბიზინა ივანიშვილს ერხევა რა, ბიზინა ივანიშვილს სჭირდება ფული, რომელზეც წვდომაც მას მეტწილად შეზღუდული აქვს უცხო ეთში, სადაც მას აქვს, ჯერაც აქვს ანგარიშები და ჯერაც აქვს გაყინული აქტივები. ამიტომ მას სჭირდება ფული აქ, იმიტომ კი არა რომ ხალხს დაურიგოს. არა, საზოგადოებას დაურიგოს, პირდაპირ არა იმიბარ, ცხადია. ამ პროგრამები განახორციელოს ესე ვიქ. არა, იმიტომ რომ მას გონია რომ ეს ფული გადაარჩენს. ფული ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია ბიზნესობა. აი ეს არის ჩემი პასუხი. ნახავთ.